ჩვენ უბრუნდებით ვატიკანს, ქეთი კარდავა უნდა ჩავრთოთ ახლა პირდაპირ ეთერში. ქეთი მოგესალმები, კიდევ ერთხელ მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოდი ვისაუბროთ იმაზე თუ რა სიტუაცია არის ახლა რომში, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე და ასევე ვისაუბროთ ერთგვარად პროცედურებზე, რომელიც ამ დაკრძალვის შემდეგ განვითარდება. ჩვენ ისევ ვიმყოფებით პეტრეს მოედანზე, საიდანაც უკვე დაახლოებით 40 წუთში, შეიძლება უფრო ნაკლებში პროცესია დაიძრება და სიმბოლურად იმ ტაძრის კიბეებთან, სადაც უნდა დაკრძალონ რომის პაპი, ნეშს დახვდებიან უპოვრები და ასევე ლტოლვილები, ის ადამიანები, რომლებისთვისაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა 12 წლის განმავლობაში ფრანცისკემ. წმინდა პეტრეს მოედანი ასეთი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში არ ყოფილა და ამის მიზეზი არის ის, რომ თავად რომის პაპი არ იყო ისეთი, როგორიც ბევრი. აქ საუბრობენ ძალიან ბევრს იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, იმაზე, რომ ძალიან ბევრი პრეცედენტი და მაგალითი შექმნა რომის პაპმა. ის იყო არა მარტო სულიერი მოძღვარი, ამბობენ, რომ იყო მორალური კომპასი და ეს პასუხისმგებლობა ახლა უნდა ჩაიბაროს სხვამ. პროცედურები დაკრძალვის ცერემონიის პარალელურად მიმდინარეობს. ეს არ არის უხერხული. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ პაპი ჯერ არ დაუკრძალავთ და შემცვლელს ეს საუბარი არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ ეკლესია ფიქრობს მომავალზე და ფიქრობს იმაზე, თუ ვის მოიყვანენ ცნობილ აივანზე, საიდანაც მსოფლიო გაიგებს, რომ კათოლიკურ სამყაროს ყავს ახალი რომის პაპი. ვინაიდან დღეის მდგომარეობით, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა რომის პაპი ფრანცისკე, დაობლებულია, მრევლი, დაქრივებულია, ასე უწოდებენ, რომის კათედრა, ვატიკანის სახელმწიფოს აღარ ყავს მეთაური, ამიტომ ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. კონკლავისთვის ემზადებიან, კარდინალები უკვე რომში იმყოფებიან და როგორც პროცედურა ითვალისწინებს, დაახლოებით 15-20 დღეში უნდა დაინიშნოს პირველი შეხვედრა და შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა, შეიძლება თვეც გააჩნია ხმების რაოდენობა როგორი იქნება, 135 კარდინალი იღებს მონაწილეობას, 120 აძლევს ხმას. ეს ყველაფერი ჩატარდება სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს განუმეორებელი და მომაჯადოვებელი ქმნილებების ფონზე და შემდეგ უკვე ამოვა ან შავი, ან თეთრი ყვამლი, რომელიც ძალიან ბევრი რამის მეტაფორა გახდა. ასევე კიდევ ერთი დეტალი აქ გითხრეს, რომ დღეს გლოვობს, რა თქმა უნდა, ვატიკანი, გლოვობს მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით გლოვობს და ყურადღებას აქცევენ ჟურნალისტები ერთ ადამიანს, მისი სახელი და გვარი არის მასიმილიანო სტრაპეტი. მასიმილიანო სტრაპეტი იყო პაპის მომვლელი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ფრანცისკესთან და ის იყო ადამიანი, რომელიც ნახა პაპმა ბოლოს და ბოლოს სიტყვა უთხრა და ეს სიტყვა იყო მადლობა. და ამ მადლობას ახლა როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, მილიონობით, მილიარდობით ადამიანი უხდის გარდაცვლილ რომის პაპს. კიდევ ერთი დეტალი, დღეს იტალიურ პრესამ, რა თქმა უნდა, ისინი ეჯიბრებიან კარგი ფოტოს დაბეჭდვაში, ის რაც რეალურად და ყველაზე კარგად ასახავს დღევანდელ ვითარებას და მე ვნახე დელა სერა, კორიერა დელა სერა, რომელიც მეორე გვერდზეც არის დაბეჭდილი ძალიან დიდი ფოტო, სადაც განსასვენებელი რომის პაპის და ახლო კადრი მისი ფეხსაცმელების, ესეც როგორც ამ სტატიაში აღნიშნული სისადავის და უბრალოების განსახიერება იყო ისეთი, როგორიც იყო ფრანცისკე, ვინაიდან მას დაკრძალავენ გაცვეთილი ორთოპედიული შავი ფეხსაცმელებით, რომლითაც ის დადიოდა, ესეც მისი მოთხოვნა იყო და ასე გამოემშვიდობება მთელი მსოფლიო რომის პაპს და დაელოდება ახალ პაპს
თეთრი კვამლის ამოსვლას და დაიწყება ახალი ერა ვატიკანის და კათოლიკური სამყაროს ისტორიაში. ძალიან საგულისხმო იყო ეს დეტალი, რაზეც ისაუბრეთ, თუმცა რომ დაუბრუნდეთ მომავალ კონკლავს და იმ სავარაუდო კანდიდატებს, რომლებზეც არის საუბარი მსოფლიო პრესაში, განსაკუთრებით გამოყოფენ ვატიკანის მოქმედ სახელმწიფო მდივანს პეტრო პაროლინის. რა შეიძლება ითქვას აი ამ კანდიდატების შესახებ? ზოგადად რამდენად რეალისტურია ასეთი გათვლები, იმიტომ რომ ჩვენ ასეთი აზრიც მოვისმინეთ, რომ გამოკვეთილი ლიდერი ახლა კარდინალთა შორის არ არის. ჯერჯერობით როგორც ითქვა, ვატიკანში არ არის ნამდვილად გამოკვეთილი ლიდერი, ძალიან ბევრ საუბრობენ, იქნება ის იტალიელი, ლათინური ამერიკიდან, იქნება აზიიდან, არის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც აზიელ ფრანცისკეს უწოდებენ, ვინაიდან ამ უპოვრებისთვის, ლტოლვილებისთვის და ღარიბი მოსახლეობისთვის, საზოგადოების ამ ფენისთვის ის ძალიან ბევრს აკეთებს და ძალიან ბევრი განცხადება აქვს აკეთებული, ძალიან ახლოს იყო ფრანცისკესთან, საუბრობენ, რომ მასაც ძალიან დიდი შანსი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით წინასწარ ამაზე ვერ საუბრობენ, გააჩნია როგორი იქნება გადაწყვეტილება, როგორც გითხარით 135 კარდინალი, 100-მა უნდა მისცეს ხმა, 2/3 და პლუს 1 ხმა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ გავიგოთ, ვინ იქნება რომის პაპი. ყველა გაზეთშია დაბეჭდილი სავარაუდო კანდიდატები, 10-15 კარდინალის ფოტოა დაბეჭდილი, თითოეულის ისტორია მოთხრობილი, ყველაზე ახალგაზრდა მერაც გადავავლე თვალი არის 67 წლის და 79 წლის ყველაზე ხანდაზმული. იმასაც ამბობენ, რომ ემოციურად ძალიან გაუჭირდება ბევრს ამ პროცედურაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ეკლესიაში უნდა გაგრძელდეს ყველაფერი ისე, როგორც არის გათვალისწინებული. ვატიკანს სჭირდება ახალი სახელმწიფო მეთაური და კათოლიკურ სამყაროს ახალი სულიერი მოძღვარი. ბატონო, ვინ იქნება შემდეგი მეგზური კათოლიკურ სამყაროსთვის? გავიგებთ უკვე მაისში. ქეთი, მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად.